ეს ვიდეო შეიძლება ნახოს სულ რამდენიმე ათასმა ადამიანმა და არ ვიცი ცოტა სევდიანი და სამწუხარო არის რომ ამ დროს მე ვაპირებ ვისაუბრო აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე რომელიც ალბათ მინიმუმ მილიონმა ადამიანმა ნახა თუ არა მთელმა საქართველომ და ეს დეზინფორმაცია გავრცელდა მსხვილი ტელევიზიების მიერ, მათ შორის ტელეკომპანია იმედის მიერ და ეხებოდა სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას დონალდ ტრამპთან და იქ გადაცემულ გზავნილებს. ეს არის რედლაინი, მე ვარ ბექა პატურაშვილი და ეხლა ვეცდები რომ მოკლედ გაგარკვიოთ რასთან გვაქვს საქმე. ამბავი იწყება იქიდან, რომ პარიზში, როგორც ვახსენე, დონალდ ტრამპთან შედგა ემანუელ მაკრონის შუამდგომლობით ცნობილი ფაქტია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა, იქ რამდენიმე წუთიანი საუბარი იყო და 2 დღის წინ ამერიკულმა გამოცემა ჰილმა გაავრცელა სტატია, სადაც იყო ასახული სალომე ზურაბიშვილის დიალოგი, ეს ინტერვიუ იყო ჟურნალისტის მასთან და ეხებოდა სწორედ ამერიკის და საქართველოს ურთიერთობებს, ამერიკის შესაძლებლობებს, რომ ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე და აი აქ შემოდის უკვე საინტერესო დეტალი. მოკლედ, ტელეკომპანია იმედმა და სხვა ტელეარხებმა ეს ნიუსი გააშუქეს ამგვარი შინაარსით, რომ აი ამ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს საქართველოს შესთავაზა სათამაშო მოედნად. შესაძლოა ამ ნიუსს მოკარით თვალი ან ყური და ეს ფორმა მხოლოდ ერთ რამეს აფიქრებინებს ადამიანს, რომ საქმე გვაქვს პირდაპირ საქართველოს ღალატთან, ქვეყნის ინტერესების ღალატთან, არც მეტი, არც ნაკლები მისი მეხუთე პრეზიდენტის მიერ. შინაარსი ასე იყო მოწოდებული, რომ სალომე ზურაბიშვილის გზავნილი დონალდ ტრამპის მიმართ იყო თითქოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე და ამისთვის სათამაშო მოედნად უნდა გამოიყენოს საქართველო. მე გაჩვენებთ დღევანდელ ვიდეოში რა ეწერა ორიგინალ ვერსიაში, რომელიც თავდაპირველად დაიდო ჰილის მიერ, როგორ შესწორდა შემდეგ ეს სტატია და რა ცვლილება შევიდა ტექსტში და ასევე მოგეხსენებთ ჩემ აზრს თუ რატომ შევიდა ეს ცვლილება ამ ტექსტში და ცხადია ვისაუბრებთ იმაზე, როგორ ითარგმნა ეს საქართველოში, როგორ მოერგო პოლიტიკურ კონტექსტს, რომელიც არის იმ ნარატივის გაგრძელება, რომ გარკვეულ ბნელ ძალებს, deep states და ასე შემდეგ სურთ საქართველოს ომში ჩართვა, სურთ აქ მეორე ფრონტის გახსნა და ამისთვის იყენებენ აქაურ ოპოზიციას, რომელიც არის ექსტრემისტული ძალა, რომელიც ნაწილიც მათ შორის არის სალომე ზურაბიშვილი. კარგით, მოდით ჯერ ვნახოთ რა ეწერა თავდაპირველ ვერსიაში აი ამ სტატიის იმ აბზაცში, სადაც იყო ეს წინადადება ნახსენები და რომელიც გახდა ამ ხელა გამოხმაურების საგანი. მე თქვენ წაგიკითხავთ ახლა ინგლისურად აი ამ ციტატას. Her message is that the US should push back on Russia. Using Georgia as a playground. ანუ აქ საუბარი არის და ამაზე ბევრს დეტალზე კიდევ ვისაუბრებ. აქ საუბარი არის იმაზე, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაახევინოს უკან რუსეთს. The US should push back on Russia. და შემდეგ მეორე ნაწილი. Using Georgia as a playground. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაახევინოს რუსეთს უკან საქართველოს სათამაშო მოედნად გამოყენებისგან. ეს წინადადება ითარგმნება სწორედ ასე და ეს არ არის მხოლოდ ჩემი დაყრდნობა ჩემი ინგლისურის ცოდნაზე, მე არ ვარ ამ ენის სპეციალისტი, თუმცა იმისათვის რომ მე არ დამეშვა შეცდომა და რაღაცა კონტექსტის არასწორად გაგება გამომერიცხა, სამ ინგლისური სპეციალისტს, სერტიფიცირებულ სპეციალისტს ვკითხე და მათი განმარტება იყო, მათი გაგება ამ წინადადების იყო სწორედ ასეთი, რომ ეს წინადადება her message is that the US should push back on Russia using Georgia as a playground ნიშნავს, რომ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკან უნდა დაახევინოს რუსეთს საქართველოს სათამაშო მოედნად გამოყენებისგან. ახლა მე თქვენ მოგასმენინებთ ხო, კიდევ ვიდრე მოგასმენინებთ, გეტყვით, რომ არა მარტო სპეციალისტებს არ ვენდე, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში მე მათ ვენდე, მაგრამ ხელოვნური ინტელექტსაც კი ვკითხეთ, AI-ის, სწორედ ეს თარგმანი ჩაუგდე ტექსტი და ვთხოვე, რომ გადაეთარგმნა ეს წინადადება ქართულად და აი ამ ქართულ თარგმანშიც ზუსტად ეს შინაარსი იყო მოცემული, რომ ამერიკას მოუწოდებს დაახევინოს რუსეთს, რომ საქართველო აღარ გამოიყენოს სათამაშო მოედნად, რომ დაანებოს თავი საქართველოს როგორც მის სათამაშო მოედანს. აი ეს შინაარსი გამოიტანა მათ შორის AI. კარგით, ვნახოთ ახლა როგორ გაშუქდა აი ეს ციტატა კონკრეტულად და მთლიანად ეს სტატია ტელეკომპანია იმედის ეთერში გუშინ მთავარ გამოშვებაში. სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო პრესას საქართველოს წინააღმდეგ მორიგი გზავნილი მისცა. ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ისევ პრეზიდენტობას იჩემებს და თავს ხალხის სახელით საუბრის უფლებას აძლევს, ამერიკაში ტრამპის ინაუგურაციისთვის ხვის მიწვევით ჩაფრინდა და ისეთი განცხადებები გაავრცელა, რომელსაც ახლა მისი მოკავშირე ქართული ოპოზიციაც ვერ უგებს ლოგიკას. რას ნიშნავს მაგალითად ამერიკისთვის საქართველოს სათამაშო მოედნად შეთავაზება? მარიამ ქართველიშვილის სიუჟეტი. ზურაბიშვილის გზავნილი არის ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს და საამისოდ საქართველო როგორც სათამაშო მოედანი გამოიყენოს. სალომე ზურაბიშვილის ამერიკული ვოიაჟის სკანდალით დასრულდა. ვაშინგტონში ამერიკული გამოცემა ჰილისთვის მიცემული ინტერვიუ ზურაბიშვილს ძვირად დაუჯდა. ირკვევა, რომ ზურაბიშვილმა შტატებს საკუთარი ქვეყნის სათამაშო მოედნად გამოყენება შესთავაზა. მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატმა ჟურნალისტ ლაურა კელის მოუყვა, რომ სკანდალური მოთხოვნით დონალდ ტრამპს მაშინ მიმართა, როდესაც ის პარიზში ემანუელ მაკრონის წყალობით ღვთისმშობლის ტაძრის გახსნით ღონისძიებაზე აღმოჩნდა. ქართული ოპოზიცია ლიდერი შტატებისგან ითხოვს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისთვის საქართველო პოლიტიკური იარაღად და სათამაშო მოედნად აქციოს. მას როგორც ხა მაკეინის ინსტიტუტში დასაქმებულ ადამიანს ეს სასაუბრო უკვე სრულად აქვს ათვისებული. გახსოვთ ქალბატონი თორთონი წუხდა, რომ საქართველოში რაღაც სისხლი არ დაიღვარა აქციების დროს და ეს არის ზუსტად მათი გეგმა საბოლოო ჯამში. მეორე უკრაინა. აი ეს არის საიდანაც უნდა თუ გააქანოთ საქართველო. ხედავთ, რომ უკრაინაში ომი დასრულებისკენ მიდის და როგორც ჩანს, რომელიღაცა პოლიტიკურ დაჯგუფებებს სურთ კონდეთ კიდევ ერთი ცხელი კერა და საქართველო აქციონ იარაღად საკუთარ პოლიტიკურ თამაშებში. ხო, კარგით, ნახეთ ხო, ანუ როგორ შეიფუთა და გაშუქდა და როგორ ითარგმნა ეს წინადადება, რომელზეც მე ვსაუბრობდი და შემდეგ უკვე ეს პოლიტიკური განცხადება ამ შემთხვევაში პაპუაშვილის, თუმცა ის არ იყო ერთადერთი. ძალიან ბევრი ქართული ოცნების, ბევრი ლიდერის მსგავსი შეფასება მოვისმინეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის მოღალატე, ასე და ასე შემდეგ და რომ მათ სურთ, მთავარი თემა ეს არის, რომ მათ სურთ და კონკრეტულად მას სურს საქართველო გახდეს მეორე ფრონტი და უკრაინიზაცია მოხდეს ამ ქვეყნის, ხო? სიმართლე რომ გითხრათ, მე ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ჯერ აი ამ ამბის აღმოჩენა, შემდეგ იმის გააზრება და მოფიქრება, რომ მოდი ეს ახლა ჩვენ საჩვენოდ გამოვიყენოთ და შემდეგ როგორ მივიდა ეს ნიუსრუმებამდე და როგორ გადაწყდა შემდეგ ამ ყველაფრის ეთერში აი ამ ფორმით მოყოლა. ძალიან არასასიამოვნოა ჩემთვის, რომ მე ვსაუბრობ ახლა ჩემ ყოფილ კოლეგებზე, რომლებიც არ ვიცი მინიმუმ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან აი ამ ყველაფრით. და მე ამის გამო მართლა უთანაგრძნობ ამ ხალხს. და რა, ანუ სახელებზე და გვარებზე რაღაც პიროვნებებზე არ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. ქართული მედიის ძალიან დიდი ნაწილი დღეს არის მაგ მდგომარეობაში, რომ რაღაცა ექვემდებარებიან, ესე უაპელაციოდ რაღაცა კონკრეტულ თემებს, რომლებიც პარტიული ხაზით ამ ნიუსრუმებამდე მიდის და შემდეგ უწევთ აი ამ თემებზე
რაღაც თვითშემოქმედების დამატება მაგალითად როგორც აი ამ სიუჟეტში ვნახეთ ხო რაღაც ტექსტების გამდიდრება რაღაცა მორგება აი ამ თელ კონტექსტზე და რეალურად ისინი საუბრობენ ამ შემთხვევაში აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე რომელიც ალბათ ვინმე რაღაცა პარტიის პრესსამსახურში როდესაც ამ სტატიას კითხულობდა ჩათვალა რომ შესაძლებელი იყო აი ამ სიტყვათა წყობიდან გამომდინარე გამხდარიყო ძალიან კარგი საშუალება მანიპულაციის და მართლაც ანუ აი ამ წინადადებაში კიდევ ერთხელ რომ დაუბრუნდე არის ისეთი სიტყვები რომლებიც რომ ააწყო ასე ფაზლივით შესაძლოა რომ იმ ადამიანმა რომელმაც არ იცის კარგად ენა და მით უმეტეს როდესაც ამას გრაფიკად გამოიტან სიუჟეტში აჩვენებს შემოუხაზავ და თან ამას უყვები გახმოვანებულს რომ აი ამ წინადადებაში არა ის წერია რომ რუსეთს დაახევინოს უკან და შეწყვიტოს საქართველოს სათამაშო მოედნად გამოყენება არამედ წერია ის რომ არა პირიქით რუსეთს დაახევინოს უკან ამერიკამ და ამისთვის საქართველოს გამოიყენოს სათამაშო მოედნად შესაძლოა ძალიან დიდი ალბათობით ამას თან როდესაც არის ვიზუალური ეფექტი თან როდესაც არის ეს ყველაფერი მოთხრობილი, შეფუთული, ამას მოსდევს უკვე პოლიტიკური განცხადებები და ასე და ასე. შემდეგ ეს ძალიან კარგად შეიძლება რომ ძალიან მარტივად შეიძლება რომ ადამიანმა დაიჯეროს. მაგრამ აქ საგულისხმო ის არის რომ ეს ჰილის სტატია არის ინგლისურენოვანი მკითხველისთვის დაწერილი და შესაბამისად გრამატიკული წყობა, აი ამ წინადადების სიტყვათა წყობა აწყობილი იმის მიხედვით, თუ როგორ აღიქვამს ამას ინგლისურენოვანი მკითხველი. და ინგლისურენოვანი მკითხველი აღიქვამს სწორედ ისე, როგორც მე თავში მოგიყევით, რომ აქ არის რუსეთის უკანდახევაზე საუბარი იმისთვის, რომ პირიქით საქართველოს აღარ იქნას გამოყენებული სათამაშო მოედნად. როგორც ჩანს, აი ამ ამბის მე ახლა უკვე ჩემ ვერსიას გიყვებით, თუ როგორ წარმომიდგენია რამ განაპირობა ის, რომ ჰილს მოუწია თავდაპირველი ვერსიის, რომელიც მე გაჩვენეთ, შეცვლა და ხელახლა დაწერა აი ამ აბზაცის ასე ვთქვათ. ჩემი აზრით, მას შემდეგ რაც ეს თემა, ეს სტატია იქცა დიდი განხილვის საგნად საქართველოში, ისინი ეცადნენ, რომ ეს წინადადება შეეცვალათ იმგვარად, რომ უფრო ნაკლები სივრცე დარჩენილიყო მანიპულაციისთვის და აი აქ უკვე შემოგთავაზეს ის ვერსია, რომელიც ახლადევს მათ ვებგვერდზე, თუმცა აქაც არის ძალიან საგულისხმო ამბავი, რომ შინაარსი და კონტექსტი ამ წინადადების როგორც პირველ ვერსიაში, ასევე მეორე ვერსიაში და საბოლოო ვერსიაში არის აბსოლუტურად იდენტური. ანუ შინაარსი არ იცვლება, კონტექსტი არ იცვლება. აქ არის აი ასეთი წინადადება მოცემული, ახლა რომ her message is that the US should declare a policy that the Caucasus are not a playground for the Kremlin. ანუ აქ უკვე შეცვლილია საქართველოს კავკასიით და არის განმარტებული, რომ აი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოაცხადოს ისეთი პოლიტიკა, სადაც კავკასია არ უნდა იქნას გამოყენებული სათამაშო მოედნად კრემლისთვის, ანუ დაუღეჭეს უკვე, რომ აი ჩვენ აი ამას გულისხმობდითო, რომ პირიქით კი არა, რომ საქართველოს და კავკასია და ეს რეგიონი იქნას გამოყენებული სათამაშო მოედნად დასავლეთისთვის, რომ რუსეთზე ამხრივ მოახდინონ ზეწოლა, არამედ პირიქით, რომ კრემლისთვის აღარ იყოს ეს სივრცე სათამაშო მოედანი. უკვე დღეს დილით აი ამ მთელი ამ განმარტებების შემდეგ და ამ სტატიის აბზაცის სიტყვების ცვლილების შემდეგ, რომ მეტად კარგად წარმოჩენილიყო კონტექსტი თუ რაზე იყო საუბარი, მქონდა მოლოდინი, რომ ტელეეთერებში მოვისმენდი განმარტებას, რომ აიცით რა შესაძლოა რაღაცა ისე ვერ იყო აღქმული და აი ეს შესწორება შევიდა და თურმე ამაზე კი არა, აი ამაზე ყოფილა საუბარი. და მოხდებოდა იმ უხერხულობის მოხსნა, რომ ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს მოუწონს ის ვინმეს არ მოუწონს, ამაზე არ არის საუბარი, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაციის თხრობაზეა საუბარი და რამდენად არის ეს დაზუსტებული, რამდენად არის გადამოწმებული და რამდენად არის სწორად მოყოლილი. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ველოდებოდი ერთგვარ რაღაცა უკან დახევას და განმარტებას სხვა ფორმის, მაგრამ მოვისმინე აბსოლუტურად განსხვავებული, მოდი მოვისმინოთ ახლა ეს ჩვენ ერთად და გავაგრძელოთ.
გამოცემა ჰილმა გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ციტატა ჩაასწორა. თავდაპირველ ტექსტში სალომე ზურაბიშვილის გზავნილი იყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს უკან უნდა დაახევინოს და საქართველოს სათამაშო მოედნად გამოიყენოს. ჩასწორებული ტექსტის მიხედვით კი ზურაბიშვილის გზავნილია, რომ შტატებმა უნდა გამოაცხადოს პოლიტიკა, რომ კავკასია არ არის კრემლის სათამაშო მოედანი. ნახეთ ხომ, რა მოგცა ამ განცხადებამ? თქვენს რომ შეიცვალა და დღეს სხვა კონტექსტიაო, თუმცა დატოვეს გუშინდელი ისევ როგორც იყო. ისევ როგორც მოყვნენ, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ქვეყნისთვის საზეანო და მოღალატეობრივი განცხადება და გაიმეორეს ისევ ის ციტატა, რაც გუშინ გაჟღერდა ეთერში. დამეთანხმებით ალბათ, რომ ასეთი დონის პოლიტიკურ განცხადებებზე როცა ვსაუბრობთ და მით უმეტეს, როცა კონკრეტული პოლიტიკოსის ციტატა მოგვაქვს და მას ვთარგმნით, ყველა სიტყვას აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ვნახეთ ხო, როგორ მოხდა სიტყვებით თამაში და ინგლისურენოვანი მკითხველისთვის აბსოლუტურად გასაგები ტექსტის ამოყირავება და უკუღმა მოყოლა ეთერში და ამაზე თუ ვინმე სურვილი გექნებათ, დაწერეთ კომენტარებში და მეკამათეთ იქნებ ესე არ არის და იქნებ მე ვწდები, ხო? ან იქნებ ის სამი სპეციალისტი, რომელთანაც მე გადავამოწმე, ან AI იქნებ ვწდება, როდესაც იმ ფორმულირების ქართულ თარგმანს აბსოლუტურად სხვა შინაარსით გვთავაზობს, ხო? დაუშვათ ჩვენ არ ვიცით, იქნებ თქვენი ცით. კარგი, მეკამათეთ და მე მოვიხდი ამაში ბოდიშს. არ მაქვს პრობლემა. მოდი ახლა კიდევ შემოგთავაზებთ ერთ ვერსიას რა. როდესაც სიტყვებზე და კონკრეტულ სიტყვათა წყობაზე ვსაუბრობთ, დააკვირდით რა ტექსტი იყო გამოყენებული აი ამ ორივე სიუჟეტში, როგორც გუშინ, ასევე დღეს, ქართულ თარგმანში იმედის, რომ ამერიკამ უნდა დახიოს რუსეთი უკან და ამისთვის საქართველო გამოიყენოს სათამაშო მოედნად. ეს ქართული ტექსტი რომ ინგლისურად ვთარგმნოთ და იგივე შინაარსი მივიღოთ, ინგლისური ტექსტი ამ შემთხვევაში უნდა ჟღერდეს აი ასე. Her message is that the US should push Russia back and use Georgia as a playground for this. აი აქ დაკავშირი იყო გამოყენებული და ამას იმიტომ გავუსვი ხაზე. აბსოლუტურად სხვანაირი სიტყვათა წყობა და ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ საქართველო გამოყენებული უნდა იყოს აი ამ მიზნის მისაღწევად როგორც სათამაშო მოედანი. და იქ ასე არ არის. იქ არ არის ის წინადადება, რაც ჰილის პირველ ვერსიაში ეწერა. და დასასრულისთვის მინდა კიდევ რამდენიმე ჩემი აზრი გითხრათ. და არა მხოლოდ ჩემი აზრი, პრინციპში ეს ძალიან მარტივი მოცემულობაა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ რაზე? სტატიაზე. და არა მხოლოდ ერთ წინადადებაზე ამ შემთხვევაში და გარკვეულ ლოგიკას მინდა რომ ჩემთან ერთად გამოყვეთ თქვენ ახლა. ნახეთ. სტატია თავისი სათაურიდან დავიწყოთ რა. ამ სტატიის სათაური არის ესეთი რომ საქართველოს ლიდერი მოუწოდებს ტრამპის ძლიერ ამერიკას რომ უკან დაახევინოს რუსეთს. ეს ერთი ფაქტორი რომ სათაურშივე ცხადია რომ არის საუბარი რუსეთის უკან დახევაზე და ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის მოწოდებაზე ამერიკის მიმართ რომ უკან დაახევინოს რუსეთს. შემდეგ უკვე მოყოლილი არის ეს ამბავი როგორ შეხვდა ტრამპს სალომე ზურაბიშვილი ვისი შუამდგომლობით და როდესაც მივადგებით აი ამ კონკრეტულ ციტატას, რაზეც არის ამბავი, ხო? როდესაც სალომე ზურაბიშვილის გზავნილზე ეკითხება ჟურნალისტი რომ რა გზავნილი გადაეცით თქვენ და ის ამას პასუხობს, ეს წინადადება შემდეგ უკვე გრძელდება ასე, რომ რუსეთს საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს, რომ საქართველო დღემდე განიცდის მოსკოვისგან გარკვეულ წნეხს და გავლენას პოლიტიკურ საკითხებში და ასე შემდეგ. მთლიანობაში რომ გავიაზროთ, ლოგიკურადაც კი აი ამ მთელი აბზაცის კონტექსტში და მთელი სტატიის კონტექსტში არ ჯდება ის რომ საქართველოს რაღაც საწინააღმდეგო განცხადება გაეკეთებინა სალომე ზურაბიშვილს. კარგი, დავანებოთ თავი იმას რომ მე არ ვარ სალომე ზურაბიშვილის ადვოკატი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვიღაცა შეიძლება ის მოწონდეს და არ მოწონდეს. ამაში არ არის საქმე. მოდი გავყვეთ იმ ლოგიკას, დავუშვათ რომ სალომე ზურაბიშვილი არის ქვეყნის მტერი და მან დავუშვათ რა რომ სალომე ზურაბიშვილმა მართლაც ტრამპს შესთავაზა რომ მოდი ჩემი ქვეყანა გამოიყენე
ავიცი დაანგრიე, ომი წამოვიწყოთ, მეორე ფრონტი გავხსნა, აი დაუშვათ, რომ ტრამპს ასეთი რაღაც უთხრა სალომე ზურაბიშვილმა. ყურში ჩაჩურჩულა ნოტრ-დამის გახსნაზე. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, რომელი გონიერი, თუნდაც ბოროტი და, ავიცი, აი უკანასკნელი უსინდისო პოლიტიკოსი ეტყვის ამას ჟურნალისტს. ანუ, წარმოგიდგენთ, რომ ტრამპს ეს ყურში ჩაჩურჩულა სალომე ზურაბიშვილმა და შემდეგ ჩავიდა ვაშინგტონში, იქ ინაუგურაციას დაესწრო, ჰილის ჟურნალისტს შეხვდა, შეათანხმა ინტერვიუ და იმას ეუბნება, რომ აი მე ახლა ტრამპს ასე უთხარი, რომ ჩემი ქვეყანა დაანგრიოს. ანუ, რომც ეთქვა, რომელ ლოგიკაში ჯდება ის, რომ მე გამოსულიყო და ამაზე ელაპარაკო, რომ აი მე საშინელი გეგმა შევთავაზე იმას რა ქვია, დონალდ ტრამპს. ანუ, აბსოლუტურად ალოგიკური არის ეს ყველაფერი. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ანუ, თავიდან ბოლომდე ალოგიკური არის. რაც არ უნდა უნდოდეს ახლა რომელიმე პარტიას, რომ ეს რაღაცა deep state-ის გეგმებს თუ რაღაცა ინსტიტუტის რაღაცა ტრენინგებს და ის ვიღაცის სტიპენდიანტია სალომე ზურაბიშვილი და ასე შემდეგ რაც ლაპარაკობენ. ანუ ლოგიკაში არ ჩდება. მე რაღაცა ვიღაცას ბოროტული განზრახვით გეგმა ყურში ჩავჩურჩულო და შემდეგ ამაზე გამოვიდე და ღიად ვილაპარაკო მედიასთან, აბსურდია უბრალოდ. მაგრამ, ნუ რა ვქნათ, სამწუხაროდ აი ესეთი მოცემულობა გვაქვს, აბსოლუტურად შეცვლილი კონტექსტი, იმის იმედით, რომ ვიღაცა ინგლისურ ციტატას ვერ გაიგებს, ვერ წაიკითხავს, ვერ გადათარგმნის, კონტექსტს ვერ მიხვდება. კაი ხო, ანუ თუ 3% მიხვდება, 97 ხო ვერ მიხვდება. ანუ მათი მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება მხოლოდ, რომ მათი გათვლა არის სწორედ ეს, რომ ვინც მოტყუდება და ეს იქნება დიდი პროცენტი და ეს მანიპულაცია ამაზე იმუშავებს, ვინც არ მოტყუდება, რამდენიც უნდა ილაპარაკოს, მაინც არაფერი შეიცვლება. რა ვქნა, მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, მიყვარს ეს პროფესიაც, მიყვარს ეს ქვეყანაც და მგონია, რომ თუნდაც ჩემი ერთი აი ამ ვიდეოთი და იმით რამდენიმე ადამიანი მომისმენს და გაიაზრებს, მგონია, რომ რაღაცების შეცვლა არის შესაძლებელი. და, ნუ, მინიმუმ რაღაცა კრიტიკული თვალით შეხედვა შემდეგ ჯერზე მაინც, ვიდრე რაიმე განცხადებას პირდაპირ დავიჯერებთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თუ ჩემ მსჯელობას არ ეთანხმებით, თუ ჩემ თარგმანში ეჭვგეპარებათ, გადაამოწმეთ, კითხეთ, ვისაც ენდობით იმ ადამიანებს, აჩვენეთ ეს წინადადებები და ვნახოთ რას გეტყვიან, არ გაინტერესებთ უბრალოდ აზარტის გამო. რა ეწერა და როგორ მოუყვნენ ამბავი მთელ ქვეყანას. რომელსაც, ვიცი, ალბათ ქუჩაში რომ გავიაროთ, ძალიან ბევრი ადამიანს ჯერა, სწორედ ის, რაზეც იყო აი ამ ტელეეთერებში საუბარი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი, გამოიწერეთ ჩვენი არხი, ამით ძალიან დაგვეხმარებით. არ ვიცი, მე ვცდილობ რომ რაღაცები დავღეჭო. შეიძლება ბევრისთვის მოსაწყენია რომ ასე ერთი და იგივეს ბევრჯერ ვიმეორებ, არ ჩათვალოთ ისე რომ მე ვინმეს აღვიქვამ თითქოს თვითონ არ შეუძლია რაღაცის გააზრება და აღქმა, არა, მე არავის შეურაცხყოფის მიყენება არ მინდა, არც არავის ვაკნინებ. უბრალოდ მგონია რომ რეალურად არის პრობლემა ინფორმაციის გადამოწმების და რეალურად არის პრობლემა იმის რომ პირდაპირ ატყუებენ ადამიანებს. და ეს ნათელი მაგალითია, რაზეც დღეს ვისაუბრე. ნახვამდის.